ჰორთაჭალაში ნიკოლოზ ჩხეიძის ქუჩაზე 9 სართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 4 ადამიანი. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. კორპუსში აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობდნენ. დაშავებულების ნაწილი კლინიკიდან უკვე გაწერეს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კი 1 პაციენტი რჩება. 25 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმე აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ფასადი და კედლები ჩამოინგრა. ადგილზე დღეს იმყოფებოდა ქართული ოცნების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია. პირველ რიგში მინდა სამძიმარე გამოუცხადო დაღუპულის ოჯახს, დაზარალებულებს. სართული მთლიანად დაზიანებულია, კარები ყველგან გამონგრეულია. აფეთქება ეტყობა დაგროვილი იყო მეთანი, გაზი და აფეთქების შედეგად საბედნიეროდ სხვა ოჯახები ისე მძიმე დაზარალებულან, როგორც ეს ორი ოჯახი. სასტუმროებში დააბინავეს, რაღაცა უკმაყოფილება მცირე იყო, გადაიყვანეს სხვადასხვა საცხოვრებლებში. აფხაზეთის მთავრობა უზრუნველყოფს დაზარალებული გარდაცვლის ოჯახის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. გამგეობა ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ყველა აქ მაცხოვრებელს, ყველას დაბინავება მოხდა. ჩვენი მხრივ დევნილთა სამინისტრო თითქმის ყველას დავეხმარებით, ალბათ ერთჯერად დახმარებით და რა თქმა უნდა ზიანს აუნაზღაურებს განსაკუთრებით თბილისის მერია.